ქუთაისში სწავლობდა ცნობილ კლასიკურ გიმნაზიაში და სხვა შორის მისი თანაჯგუფელი იყო ნიკოლო სანიშვილი, რაც მე მახსოვს ახლა კოლა სანიშვილი. ცოტა უფროსი თაობა იყო და ძალიან მეგობრობდა კოლა უნადირაძესთან. საერთოდ როცა ყვებოდა ხოლმე ესე მე პატარა ვიყავი, მაშინ მაინდა-მაინც ესე არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ეს სახელები დამრჩა. ტუპიაიაშვილი, პაულოს ძმა, ლევან ანჯაფარიძე ვერიკოს, ძალიან ცნობილი ექიმი, არტურ მარკაროვი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი რეჟისორი იმ პერიოდის. მე ჩამოვიდა თბილისში. 25-ში მე მგონი 1924-25 წელს და ჩააბარა იყო ესეთი ბარსკის სტუდია, ცნობილი ბარსკის სტუდია იყო კინომსახიობთა სახელოსნო სტუდია. და იქ მოიწამლა კინოთი რა, ასე ვთქვათ, და მე დარჩა იქ, მე ძალიან დაუახლოვდა კოლა შენგელაიას, ძალიან მეგობრობდნენ, კოლა მე გადაიღო ის ნარინჯის ველში. მე იღებდნენ მას რაღაცა პატარ-პატარა ფილმებში, პატარ-პატარა ფილმებში, დიდ ფილმებში, პატარა როლებიც ჰქონდა, დიდი როლებიც, ძალიან შრომის მოყვარე კაცი იყო და არაფერს არ თაკილობდა და ოღონდ კინოში ყოფილიყო რა. ძალიან უყვარდა კინო. მე ნელ-ნელა უკვე ჩამოყალიბდა როგორც რეჟისორი და გადაიღო ეხა ესეთ ფილმები, რომელიც კლასიკაა დღეს თქვათ ქართული კინოსი. უშანგიჩხეიძის ქუჩა 33 ეს მე მგონი განსაკუთრებული და გამორჩეული სახლი იყო თბილისში. ეს იყო კინოსტუდიის სახლი და პრაქტიკულად ყველა ოპერატორი, რეჟისორი, მსახიობი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის ოპერატორი, ხმის რეჟისორი, ყველანი ცხოვრობდნენ ამ სახლში და ეხლა რო უყურებ ქართულ ფილმებს, ძველ ქართულ ფილმებს, ხანდახან ფიქრობ, რომ ერთ ეზოში გადაღებულია ეს ფილმი, იმიტომ რომ ყველანი ტიტრებზე ჩვენი ეზოს მაცხოვრებლები არიან და ბატონი ლელიკო გამორჩეული იყო ყველასაგან. ამას პირდაპირ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში ცხოვრობდა თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ოთარ ყობერიძე, დოდო ობაშიძე, ლია ელიავა, ვთქვათ იქ სევერიან ვაწაძე მხატვარი, კახი ხუთიშვილი მხატვარი, დავით რონდელი, ლელიკო იყო, რაღაც განსაკუთრებული პიროვნება, რაღაც ენერგიით სავსე ადამიანი. მე ძალიან არ მიყვარს, როცა ლაპარაკობენ, რომ მე გავიზარდე იმის ხელში ან ამის ხელში. ჩვენ მართლა აი ამ ადამიანების ხელში გავიზარდეთ. ჩვენ თაობას გულისხმობ მე ლელიკოს შვილიშვილს, ლევან თუთფერიძის, მიხეილ კაკაბაძის შვილს, დათო კაკაბაძეს, ზინა კვიანაჩხიაძის შვილს, გოგი მარგველას შვილს, მე მერაბ ჩაგუნავა. ჩვენ მართლა მათი ყურებით ვიზრდებოდით. 300,000 ჩაი, 2 მილიონი ცალი მანდარინი და სხვა კიდევ 1000. მოდი და გაართვით აი. სხვა რა იყოს რა, ვინ მოსთვლის იმას, რამდენი გოდორია საჭირო, რამდენი კალათი და კიდევ ვინ იცის რა. წარმოიდგინე, 10,000 მეტრი ღობე, უნდა გაკეთდეს, რას გაჩვენებულ ხარ, კაცო? ხო, 10 ჩავარდა გვაქვს, მაგრამ ღობისათვის ვის ძალია, მოსავალი კარზე მოგვადგა. ლელიკო იყო ძალიან საყვარელი. განათლებული კაცი იყო და ადვილი იყო მასთან ურთიერთობა, საუბარი, საინტერესო.
და ძალიან კეთილშობილი ამავე დროს. ასე რომ, აი ხო გეუბნებით, მისი ოჯახი არის ამ კინემატოგრაფიაში ერთი დიდი აგური დასდეს კინოხელოვნებაში. მე შენ უფრო ჭკვიანი კაცი მეგონე. როგორ გონია? შენ შემცვლელს ვერ ვიშოვით? მაგრამ მე მინდა რომ რაც შეიძლება მალე წახვიდე აქედან. აბა დაფიქრდი. შენს პატარებს ყველაზე უფრო მეტად ახლა სჭირდებათ მამა. სხვადასხვანაირ ფილმებს იღებდა, მაგალითად დრამა აქვს გადაღებული, განაჩენი. ცნობილი ფილმი იყო იმ დროისთვის. სადაც თამაშობდა ძალიან პოპულარული მსახიობი იმ პერიოდის და მართლა ძალიან კაი მსახიობი გიორგი შაუგულიძე, ჟორას ეძახდნენ, ჟორა შაუგულიძე, რომელიც შუა გადაღების დროს დაიღუპა. მას დაეჯახა გადაღებაზე მიდიოდა დილაზე და დაეჯახა ტროლეიბუსი თბილისში. ასეთია ქურდი კაცის ბედი პატარა კი უგანდამდებს მურა და სიცოცხლის ნახევარზე მედი ციხე გავატარო თითქმის 70% გადაღებული იყო უკვე და ეხლა ურთულესი პრობლემის ქვეშ აღმოჩნდა ლელიკო. ან თავიდან უნდა გადაეღო ფილმი, ან როგორმე უნდა დაემთავრებინა და მაშინ მახსოვს გიგა დაეხმარა ლორთქიფანიძე, როცა ეძებდნენ, მან გადაწყვიტა, რომ აი ეს 30% ფილმის ჟორა შაუგულიძე გადაეღო ზურგიდან. რომ სულ ყოფილიყო ზურგიდან, უღუნთ რაღაცნაირად უნდა ეპოვნათ ისეთი გმირი, რომელიც ემსგავსებოდა ჟორას, გიორგი შაუგულიძეს. და თან არ იყო მნიშვნელობა ეს იქნებოდა მსახიობი, შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო და მართლაც მე როგორც ვიცი, გიგა ლორთქიფანიძემ აღმოუჩინა ვიღაც ადამიანი, რომელიც ძალიან გავდა ჟორა შაუგულიძეს, გიორგი შაუგულიძეს და მან მოახერხა, რომ ფაქტიურად ეს 30% გადაიღო სულ უკანა ხედებით, გვერდიდან, შუქჭდილებში და ესე რაღაცნაირად შეკრა ფილმი. ლელიკომ გაიაზრა კარგად ლენინის ფორმულა, მაგრამ გაიაზრა თავისებურად, რომლის მიხედვით ცნობილია ეს თეზა ვლადიმერ ლენინის, რომ ხელოვნების დარგებს შორის უმთავრესი არის კინო და ცირკი. ლელიკო თავისი შემოქმედებითი პრინციპებით ეთანხმებოდა ლენინის ამ ლოზუნგს, რომ მართლაც კინო არის და ცირკი ხელოვნების უმთავრესი დარგები, მაგრამ ვერ ეთანხმებოდა იმას, რომ კინო შეუძლია იდეოლოგიური გარდაქმნა მოახდინოს მაყურებლის და რაც არ უნდა მაღალი იდეას, თქვა სოციალისტური აღმშენებლობის თუ ინდუსტრიალიზაციის თუ მაღალი იდეა რაც არ უნდა მაღალი იდეა შეიცავდეს და იდეურად დატვირთული იყოს კინო, თუ ის არ არის სანახაობა, მაშინ ის დაკარგავს მაყურებელს და ის ინტერესის საგანი არ იქნება მაყურებლის. ანუ მაყურებელს დაეკარგება ინტერესი კინოს მიმართ. რაო? მერედა ბიჭო, შენ მიდირებდი სიტოვა? ეს საკითხი შენ არ არის მოხსნის ხისაზრიგიდან. ой, მანამდე რა გიდგა, შევგედერი. სალამ, ჩემი გოგო, შენ სოლად არ გაგატარო, შეგატაკცირებულო. ისუნა შენი შარახვედი ქალიშილი ვი? და ის ქვეს პატრონს, უპეტროს, ჩვენი დასაწყდებელი რა? თქვენ გოუჩელი ჭადით გამოსვდილებოთ, რა?
ყველასათვის კარგად ცნობილი უდიპლომო სასიძო. თავის დროზე მე ვთქვი ეს სხვათა შორის და უთხარი ბუბასაც და უთხარი ლევანსაც. როდესაც უკვე მაწულ კაცობაში ვნახე სტუდენტობის დროს ეს ფილმი, გამაოცა ამ ფილმის ანტისაბჭოურმა მიმართულებამ. ხომ როგორ გაუშვეს ეს ფილმი მე არ ვიცი, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი დაცინვა და აბუჩა თარგდება იმ სისტემის, რომელიც არსებობდა თქვათ იმ კოლმეურნეობაში და ყველაფერი რაც იქ ხდება, ეს არის შარჟი იმ წყობილებაზე და იმ სისტემაზე. ძალიან საინტერესოა ამ ხრივ ამ ფილმის ასე ვთქვათ ყურება და მისი დანახვა. ლელიკო ხოტივარი როგორც მსახიობი მე მასთან ერთად მუშაობდი. ჩვენ ვიღებდით სვანეთში ფილმს და იქ ჩემს საკმაროს თამაშობდა ლელიკო. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. შემდეგ ლელიკომ დაიწყო რეჟისორობა. და აი ამ ფილმზე მიმიწვია უდიპლომო სასიძოზე. მინდა ვთქვა რომ გადაღებები როცა მიდიოდა ლელიკო ყოველთვის იმას იძახოდა რომ ნახავთ თქვენ ჩემი ფილმი რა კარგი გამოვა თუ 20 წელიწადს ხალხს არ დავიწყდებაო გაუშლიათ ვარდებ გული გაზაფხული დარია ვერის ბროლის ნაგადური მოვალ მომიხარია ვერის ბროლის ნაგადური მოვალ მომიხარია Ուրգամիկներ վարդը, ես մանդարինի միությունն է, ծայդես հացմով ելեկեն։ Իղացան սուգալով, սկեսարի ասպիչ։ Մագիս գալոբամ գադավիր եշվիլի։ საოცარ პიროვნება იყო რა, ჯერ იუმორით სავსე. რაღაც ისეთი აი მამაშვილური, მომფერებელიც, მაკაციც იყო, მეგობარიც იყო, მამაც იყო, დამრიგებელიც იყო და ამიტომ რაღაცები ლაპარაკი საიდან ხარ მოვთხარი გურიიდან გურულაი ხარ მეუნება მოვთხარი და მე დაუძახა ვიღაცებს და ხო წაიყვანეთ ესო და ხეზე აიყვანეთ და გადავუღეთ პრობიო ჩამიყვანეს კინოსტუდიაში უკან ეზოში და ეს პატარა ალვის ხე იყო შემიშვეს ამ ხეზე მომწეს გიტარა ხელში და გადამიღეს ბიძია ლელიკო იყო ფეხბურთელი თავის დროზე თამაშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში, პრაქტიკულად იყო ერთ-ერთი პირველი თაობის ფეხბურთელი. და თამაშობდა არც მეტი არც ნაკლები ანდრო ჟორდანიასთან ერთად, ერთ გუნდში. ეს ანდრო ჟორდანია, ქართული ფეხბურთის პატრიარქად ითვლება, ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ახალგაზრდობაში თვითონაც თამაშობდა ფეხბურთს და აი ეგრეთ წოდებული სახუნტის გუნდში, სახუნტი ერქვა სახელმწიფო უნივერსიტეტი. გოსუნცაც ეძახდნენ რუსულად. აი ამ გუნდში თამაშობდა ლევან ხოტივარი, ანდრო ჟორდანიას მხარდამხარ. მერე ტრავმა მიიღო რა დაშავდა სერიოზულად და ამიტომ დაანება თავი თორე კაცმა არ იცის შეიძლება დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო და მაშინ დაუკარგავდით ალბათ დიდ კინორეჟისორს, ხო, ეს არ ვიცი როგორ გამithარდა. ასეა თუ ისე ფეხბურთის ცოდნა და ინტერესი ფეხბურთისადმი მუდამ მთელი ცხოვრება თან გაყვა სამწუხაროდ ვერ მოესწრო თბილისის დინამოს აი იმ დიდ გამარჯვებას 91 წელს რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა 80 წლის მიწურულს გარდაიცვალა და 91-ის მაისში თბილისის დინამომ აი ეს დიდი გამარჯვება მოიპოვა როცა თასების თასს დაეუფლა იგი ტრაბახობდა იმით რომ ასაკურელია ცოტა იუმორით, მაგრამ ამაში იყო რაღაცა სიმართლის მარცვალი, რომ მე მქონდაო პირველი მენისკიო ქართულ ფეხბურთელებს შორისო. და თავიდან თამაშობდა ახევარდაცვას და მენისკი რო დაემართა, მე უკვე გაუჭირდა ასე ვთქვა თამაში და მე გადავიდა როგორც მეკარე და როგორც მეკარე ისე თამაშობდა.
მახსოვს ძალიან კარგად ძია ლელიკო და ბატონი დავით რონდელი, მისი თანატოლი, ერთი თაობის რეჟისორები იყვნენ და დავით რონდელსაც შექმნილი აქვს მართლა შედევრი ქართული კინოსი, დაკარგული 64 ეს ცნობილი ფილმი და უკვე ხანში შესული ბატონი დავითი და ბიძია ლელიკო, ანუ ბატონი ლევანი გამოდიოდნენ ხოლმე და ერთად სეირნობდნენ, აი უშანგიჩხეის ქუჩაზე გამოვიდოდნენ და მე მიდიოდნენ ზოგჯერ სანაპიროზე, ზოგჯერ მარჯანიშვილის მოედნისკენ, მარჯანიშვილის ქუჩით და ლაპარაკობდნენ, აი ისეთი წყვილი იყო, ძალიან სხვადასხვანაირები იყვნენ. ბატონი ლელიკო არ ერიდებოდა ხოლმე კვახე სიტყვების ხმარებას და ბატონი დავითისგან ვერ გაიგონებდით, ოდნავ წითლდებოდა ხოლმე რამე ის თუ გაიგონებდა და ეს დუეტი იყო ძალიან ისეთი ჩვენ გვეცინებოდა ხოლმე და ნუ რა ვიცი, სასიამოვნო სანახავი. მარინე თქვენ მოგკალიფერა ერთხელ ქუჩაში მივდიოდი მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს, ნუ ჩვენი სახლი იქვეა ხომ და ვიღაცას ეძახის ივანე, ვანიკო, ვანიჩკა, მე რატო უნდა მივიხედო, ხო ზაზა მქვია. და ბოლოს მივიხედე, როცა არ გაჩერდა ის ვიღაცა და მივიხედე და ბატონი ლელიკო მე მეძახის ივანეს და ვიფიქრე, ალბათ იმიტომ რომ მამაჩემის მამას ივანე ერქვა და ალბათ ამიტომ მე ახლა რაღაცა ბაბუაჩემის სახელი მიწოდა იმ წუთში და თურმე არა, მე ამ დროს ვარ პირველი კურსის სტუდენტი ისტორიის ფაკულტეტზე, მან იცის რომ მე ისტორიულზე ვსწავლობ და ივანე ჯავახიშვილი საპატივცემულოდ ივანე ვანიჩკას მეძახო და ქუჩაში და ლევანს რო კითხულობდი შვილიშვილს სულფერიძეს ბიძა ლელიკო ლევანი სახშია? ლევანი ვინა? ლევანი როგორ ვინა ვიფიქრებ? ეგ ლევანი აღარა. იმას უკვე ნათამაშები ქონდა რომელიღაც ფილმში, მე არ მახსოვს და ეგ გარია კუპერი. მე რაღაცა გადამიღეს პატარა ფილმში. ხო და ბიჭები ხარ ეზოში ერთად გავიზარდეთ და სულ მიძახდნენ ხოლმე რა. ერთ ჩვენ დღეს ლევან ქვევიდან ყვირიან. გახედა ბაბუაჩემ მე არ ვიყავ სახში. ვინგრებავ თუ ბიძა ლელიკო ლევანს დაუძახეთ, ვინ არის ლევანი? ნუ ესენი გაშენენ ხალე, ბიძა ლელიკო ლევანს დაუძახეთო რა, ეგ ლევანი აღარ არისო. მაგას ქვია დღეიდან გრიგორიო. ესენი ვერ მიხვდნენ უცბად, მაგრამ მე მივხვდით რომ ეს იყო გრიგორი პეკი. შაყირით დამცინოდა რომ დღეიდან გრიგორი პეკია ლევანი. რა გითხრა ექიმა, ხომ გაიგონა? გავიგონა? არაყი არდელიო, ხომ გაიგონა? გავიგონა? არი ნერვიულო, ხომ გაიგონა? გავიგონა? პაპიროსი არ მოწიო, ხომ გაიგონა? გავიგონა, დამახშე და ისა. მერე? კიდე ზაბლებ, კიდე სკოპწევ, კიდე სვინერულებ და პესიაშეს თარგავარ. ასწეს მინდა, არ მინდა. საოცარი პატრიოტი იყო ბატონი ლევანი. საშინლად განიცდიდა იმას, რომ ქართველები ცოტანი ვართ და ჩვენი და არ ვმრავლდებით. საშინლად განიცდიდა და მისი მეუღლე ქალბატონი თამარ მიქელაძე, საოცარი ქალი იყო და ბრწყინვალე ექიმი, გინეკოლოგი და მასთან პაციენტები რომ მოდიოდნენ ხოლმე. როგორც წესი ბატონი ლევანი დაჟურდა, აინტერესებდა აბორტის გაკეთება სხვა არ აპირებს და თუ გაიგებდა რაღაცას ასეც მოკრავდა ყურს, ცდილობდა რომ გადაერწმუნებინა ეს ახალგაზრდა მომავალი დედა თუ რაღაც პოტენციური დედა, გადაერწმუნებინა რომ ეს საქართველოს დასაკარგავი შვილები არ აყავს და არ შეიძლება და უნდა გააჩინო და საშინლად განიცდიდა ამ ამბავს. მე უკვე მოვხუცდი. მალე სამსახურიდან გადავდგენ. შინ დავბრუნდები და სოხუმთან შევიქცევ თავს. გამარდრო და ყველას დაავიწყდება მრისხანე პოლკოვნიკი სტეპან ნიკოლაევიჩ რიბნიკოვი. ერთ პერიოდი ცოტა მცხენოდა ხოლმე ლელიკოსთან ერთად სიარული, რატო ეხა? იმიტომ რომ აი ეს უცოდ დაინახავდა თქვათ ან ქუჩაში, მაშინ ეხა თბილისი არ იყო გადაჭედილი ამდენი ხალხით.
სულ 3-4 კაცი მოძრაობდა ქუჩაზე. 3-4 არა, უფრო მეტი, მაგრამ ცოტა იყო. რომ დაინახავდა კაი ლამაზ გოგოს ახალგაზრდას, გააჩერებდა და კითხავდა რა ქვია, რა გვარი ხარ. რამდენი შვილი ყავს ეთყოდა. თუ ის ეთყოდა რომ ერთი, ეს იყო არ ვიცი, რომ არ აქვს ცხენია და როგორ ქართველები და შენ უნდა ყავდეს ერთი შვილი და შენ არ უნდა ყავდეს, შენ უნდა ყავდეს 5-6 შვილი და ეს იყო 1 საათიანი ლაპარაკი, ის გოგო ციტლდებოდა. მე აქეთ ნერვიულობდი და ესეთი ტიპი იყო რა, ძალიან უშუალო და ძალიან უბრალო. შესანიშნავად ახერხებდა აი ამ იდეოლოგიზირებული, ამ კონიუნქტურულ, ასე ვთქვათ, სისტემაში როგორც ფეხბურთელი, აი თავის მეტოქეს, ანუ შეუძლია მეტოქის მოტყუება სხვადასხვა ილეთით და ხერხით, ხო? ოღონდ ეს ხდება არა ფეხბურთის მოედანზე, არამედ ეს ხდება გადაღების მოედანზე, გადასაღებ მოედანზე, ანუ კინო მოედანზე. ახერხებდა სწორედ ამ პროპაგანდისტული მანქანის გაცურებას და ძალიან ოსტატურად.